ძალიან დიდი ფული და ფიქრისთვის განკუთვნილი ძალიან ცოტა დრო. ეხლა ჩამოყალიბდით. ეხლა გართულდება სავალი. ნაკლებად სასიამოვნო კატეგორიები და რისკზე წასვლის საბედისწერო აუცილებლობა. ყველანი როკიდან მოვდიოდა. ნუ ეს დაზღვევის ამბავია, როგორც პოკერშია ეს დავაზღვევით. თუმცა ნინი ქარსელაძე და ზურა ხაჯიძე ფულთან სათამაშოდ მომზადებულები მოვიდნენ. დედა მითხრა ესა მოიჩი. გამართლებს თუ არა ინტუიციით გაკეთებული ფსონი. ნინი გაიხსენა პოლიტიკა. ნახეთ ფულთან თამაშის მორიგი ბატალიები იმედზე. საგამომშვიდობი საკალბატონებო და ბატონებო, ეს გახლავთ ფულთან თამაში, რომელსაც წარმოგიდგენთ ევროპაბეტი. და ჩვენთან გვაქვს, ესე იგი, რაღაცა ფულის ცვენა გვაქვს აქა, 100,000 ლარი გვიდევს მაგიდაზე და ამ ფულის დასაღებად დღეს მოვიდა ერთი პატარა ცნობილი ოჯახი, ოღონდ სულად არა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ესე ორნი მოვიდნენ ოჯახიდან. ზურა ხაჯიძე და ნინი ქარსელაძე, შევხვდეთ! როგორ გზანდებით ბატონო ზურა? კარგად თქვენ? ხალბატონო ნინი, მოგესალმებით. დიდაშვილო. გამხელა გაზდიხარ ხო? შემოგევლე. როგორ ახართ ხალხო, სად ახართ დაკარგულები? ნუ რა ვიცი, აბა, არ ვიყავით ბოლო პერიოდში საქართველოში, ხან სად ვართ, ხან სად ვართ. ეგ არ არის ცუდი. არ არის ცუდი. მოღვაწეობთ, მუშაობთ, შრომობთ. კონცერტები, კლიპსაც ვიღებთ. ერთად. ძალიან არა ბევრი და კარგი იყო სიახლეები. ეს მაშინისა. კარგი იყო. ქუჩის ბიჭები ნინის სიმღერა დუეტი, შენიერი მახსოვს მე ბავშვობაში. ჩემი ქალაქი სხვათა შორის. ძალიან კარგი იყო, უკეთესი იყო სხვათა შორის. და არა ნინი. ნინი შერაშვები, ესე იგი ბიჭებთან ერთად ვაპირებ რომ იმღერო. მე ვამთავრებ წელს უნივერსიტეტს და ჯერჯერობით სიმღერისთვის უნივერსიტეტს ამთავრებ უკვე? თან ამთავრებ. ეხლა ვაბარებ მაინც ყოფილიყო კიდე რაღაცა აღარ ვინერვიულები. ესე იგი ცოტა წესიერად ვცდილობიან თუ რაღაცნაირად უნდა მოიქცე ხოლმე უკვე მე ასაკი მომემატა და ვერ ახვდები ბიჭო ეს რა უბედურებაა ვერ ახვდები ასაკი მომემატა ჭაღარა რამე არა და საერთოდ არ იცვლები მინდა გითხრა მე მგონი უფრო კარგია როცა ახალგაზრდას გნობს შინაგანად თავს ხო რაღაცნაირად ხო ისევარ ჯერჯერობით ისე ვერა ვარ ჩემ მოტორზე ამიტომ მე იმედი მაქვს რომ კარგად იქნება ყველაფერი წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა როგორც პირად ცხოვრებაში ნინი რა ხდება მერაფერი რათა როგორ რა ჩემთვის საინტერესო ხო მაშინ კარგი მაშინ მე პირად ცხოვრებაში წარმატებებს გისურვებთ კარიერაში წინსვლას და კიდევ და კიდევ მეტ წინსვლასა და წინსვლას და აი ამ ფულის მოგებას სრულად სახში წაღებას ხო სახში წაღებას იმიტომ რომ ფული თქვენია უკვე რადგან მომესალმეთ კი ბატონო ეხლა ამის შენარჩუნებაზე ვთამაშობთ ნამდვილად ვითამაშოთ და მაშინ ვთამაშობთ ზურასა და ნინისთან ერთად ფულთან ინდა ზურამ ჩვენი თამაშის წესებია მარტივი 100,000 უკვე გაქვთ ეკრანზე გამოვა ორი კატეგორია საიდანაც ვირჩევთ ჩვენთვის სასურველს მე გამოდის 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე მე გამოდის უკვე შეკითხვა და გვაქვს 1 წუთი იმისთვის რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ დავიწყოთ დავიწყოთ პირველი ეტაპის ორი კატეგორია ეკრანზე ვინ მიიღებს აბა გადაწყვეტილებას პირველი არჩევანი ვისი იქნება ქართული პოეზია თუ საბავშვო ლიტერატურა რომელიც ჩემ კიდე დამითმიაო დაგითმო ზურა ქართული პოეზია მაშინ ქართული პოეზია საბავშვო ლიტერატურა შენ ვერა ჰა მე ხა უკვე თანის პერიოდი მაქვს ანასტასიას ვაკითხებ არ ვიცი რომელიც პრინციპში რაღაცა ხო ესეთი დროა ხოლმე რომ აი დიდებს გადამეორებებს რო ვიწყებთ ხოლმე რომ ბავშვების საბავშვო ლიტერატურა თუ აი იყოს პოეზია შენთან რომელიც თუ ახლოს არის დაგითმო ადამიანმა არჩევა ბატონო მე ნინის დაუთმავდი ნუ გადავწყვიტოთ ეს საბავშვო ლიტერატურა ის ქართული პოეზია ახლა ჩამოყალიბდით ქართული პოეზია და 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე ყურადღება ყორანი ბედი
მერანი, მტკვარი. ნუ გასაგებია, სად მივდივართ, ვიზია ლაპარაკი. ერთი ოხუნჯი კაცი იყო, მთელ თბილისი აღადავებდა ხოლმე თავის დროზე. ნახოთ აბა ერთი. დაასრულეთ ფრაზა ნიკოლოზ ბარათაშვილი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ცნობილი ლექსიდან მირბის მიმაფრენს უგზო უკლოთ ჩემი მერანი. დაასრულეთ მე. ხახით დაასრულეთ ეს ამბავი. წავიდა დრო. მეგრე მგონია ეს. დრო არის ხო საკმარისი? ვერ გაქვს სურა. შევაჩერო დრო. შეჩერეთ. შეჩერდი წამო. აი, პოეზიიდან პოეზიის. გოდ გერმანული პოეზია. დავასრულოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი ლექსიდან, ესე იგი ფრაზა მირბის მიმაფრენს უგზო უკვლოდ ჩემი მერანი. და უკან მომჩხავის ბალბედითი ყორანი. შავი ყორანი. ყორანი გასცი მერანო შესჭენებას არ აქვს სამძღვარი და ნიავს მიეს ფიქრი ჩემი შავად ბრელვარი ცუდად ხომ ინტერგაიბის ეს განცილული სულისკვეთება და უარი შემოხელი მერანო ჩემი მაინც დარჩება სხვათაშორის ბიძამის მიუზუნა ეს ლექსი ასული იყო მაშინიდან და ის იყო სამხედრო. დუელში რომელმა ბიძამას გამოიწვია აი იქაც ეღადავა სხვათაში. ვითავე მოიმკვდარო. ნახოთ სწორი პასუხი. ისე რა ჟუტკათი იყო. დედა მერანი არ ყოფილა კაცო. დააბრუნეთ ახლა ადგილზე გილოცავ პირველი ეტაპი გადავა. ნახე როგორ რევერი ქონა ბოლოში გახსნა. ხო, დაგ. ძალიან საშიშად იხსნება თქვენი. ამჭიგით. მე მინდა. აიგეთ ის არის ბოლოში ჩვენთან. მეორე ეტაპის ჯერია. ნახოთ ორი კატეგორია. ხა შენი არჩევანი. ნინი ჯერია, ბახუსი და შოუ ბიზნესი. ნინი დაუწფე ეს. ბახუსი და შოუ ბიზნესი, ნუ შეგიძლია ავირჩიო. პირველი კატეგორია. იცი რა არის? სულა ბახუსთან როგორ ახარ? კარგად. ხო ისევ კარგად. კი. ხო, აბარა ბახუსი თუ შოუ ბიზნესი ჩობია. შოუ ბიზნესი. მოდი შოუ ბიზნესი. შოუ ბიზნესი. რადგან დაეთანხმა ნინის, პირდაპირ შოუ ბიზნესი ავარჩიეთ და ორი, კი არა და 4 პასუხი გვაქვს. მერაია ქერი, ბრიტნი სპირსი, ლედი გაგა და ელექტრა კარმენი. ვიცნობ ხო ამან? კი. ნახოთ აბა რაზეა ლაპარაკი. გაგვიგია ხო? რას მეკითხებით? რომელ მომღერალ ქალბატონს აქვს დაზღვეული ორივე ფეხი 1 მილიარდ დოლარად? ფეხი. ვის შეიძლება ქონდეს დაზღვეული? მერაია ქერის, ბრიტნი სპირს, ლედი გაგას თუ კარმენ ელექტრას? იცი რა მე? ჯენიფერ ლოპესი რო იყოს კი ვიტყოდით რა არ ვიცი რამდენი შედის თითაში. და მერაია ქერი. არ ვარ მართალი? ბრიტნი სპირსი არა, აი ამ სამზე ბრიტნი სპირსი. ბრიტნი სპირს მე მგონი საჯდომი აქვს დაზღვეული. თუ არ ჩდები. არა, ეგ თუ ეს ჯენიფერ ლოპესი. სრა რომელზე ვდებთ უფრო მეც? არ ვიცი. კარმენ ელექტრა. მერაია მე მგონი კარმენ ელექტრას თუ მერაია ქერი. 25 წამი. მერაია ქერი მგონი. მეც ეგრე მგონია და ესენი გადავანაწილოთ აი აქ ლედი გაგა არ მგონია. აცმა. 15 წამი. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 დრო ამოიწურა 2000-ით მეტი ესე იგი მერაია ქერის. მოდი რაც სადაც ცოტა იმას დავითვლი ჯერ. კი ბატონო. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
40,000 კარმენ ელექტრას. ლედი გაგას 1 2 3 4 5 9 ცალია და შესაბამისად 18,000 ლარი გამოვიდა აქა. ბრიტნი სპირს 0 ლარი ვარგეთ წილად, იმიტომ რომ არა გგონია რომ მან დააზღვია თავისი ორი ფეხი 1 მილიარდად. ხო, ცოტა და მერაია კერის ალბათ აქედან თუ ახლა ფეხები მილიარდი. ყველაზე მეტი ფული ამას ექნება უკვე ნაშოვნი, ხო? მერაია კერის კი ნამდვილად, იმიტომ რომ უფრო დიდი ხნის ვარსკვლავია, ბევრი ალბომი აქვს გამოშვებული და სავარაუდოდ ეგ გონია ჩვენ. აბა, რა ვიცი. ბრიტნის ხარჯზე რა მაგრა გაიქაჩა ისე. ნამდვილად. ალტერნატივად რომ მოგვევლინა, ხედავ? 42,000 წავიდა მერაია კერიზე. აზურ. კარმენ ელექტრა 20,000. 40,000. ვაფშე ვინ არის არა, არც მე არ ვიცი. ვერ ვიხსენებ. კარგი, ნახოთ სწორი პასუხი, ვინ დააზღვია თავისი ორივე ფეხი 1 მილიარდ დოლარად. მეც დავასწრებ. მაგრამ მაგის სადაზღვეო ხო უნდა იხადო. მილიარდი დოლარის უნდა იხადო სულ ყოველდღე. კარმენ ელექტრა კაცმა არ იცოდა ვინ იყო და ვერც გავიგებთ, იმიტომ ჩავარდა 40,000. პრინციპში სწორი გავაკეთე. კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ბრიტნი სპირსი გამორიცხეთ. ლედი გაგას აქვს 18,000. 60,000 გვაქვს დარჩენილი. აქედან ან დავკარგავთ 18-ს, ან 42-ს. ნახოთ, აბა რომელი დავრჩება. ცოტა შორის ჩემს საყვარელ ჯგუფთან ერთად ღეროდა და მე რა არ მიღალატებს ამ შემთხვევაში, როგორც თამაში, Boyz II Men-თან ერთად ქონდა ძალიან კარგი სიმღერა One Sweet Day ჩაწერილი და იმედი მაქვს, რომ ეგ თანხამ შეგაჩვენდება. და ლედი გაგა და კუჩის ბიჭებთან იცი ვინ მუშაობს? ნინი ქარსელაძე. არა ნინი. ჩემზეც ალბათ ესე იტყვიან. მე უკვე ესე ვამბობ. მე თამაშობდი მაგასთან კლიპში. ნახოთ სწორი პასუხი. თამაში ვართ, რაც თავარია. ბრავო! არ გიღალატა. 42,000 შევინარჩუნეთ აბა რა ჩაულებრივი შეკითხვით და ამბიციურმა მერაია კერი. 42,000 და წინ თამაში გვაქვს კიდე ახლა რამდენი თამაში გვაქვს. მესამე შეკითხვი ჯერია ჯერე. სულ რამდენი შეკითხვა? სულ 8. ეხა გართულდება ნინი, სავარაუდოდ. ნელ-ნელა. არა, ეს იქნება ძალიან მარტივი შენთვის. აი დამიჯერე. ინახე. ორი კატეგორია ეკრანზე. ნინი ერჩევს. ქველმოქმედება და როკ ლეგენდა. მირი ზურა. არჩევი ნინი. ლეგენდა არ ვიცი, ნინი აირჩია. ქველმოქმედება არ ვიცი. უბრალოდ. როკ ლეგენდა? როკი. როკ ლეგენდა ჯობია რა, იცი რატო ამბობ? ქველმოქმედებაში ისეთ გამრცობა შეიძლება წავიდეს, ვინ რა გააკეთა მსოფლიოში. შეიძლება არ ვიცოდეთ და როკ ლეგენდა ალბათ სავარაუდოდ უნდა ვიცოდეთ. აბა ვნახოთ როკ ლეგენდაზე ვისაუბროთ. ბოლო ლეგენდა. ლეგენდაა ბოლო. თან ახლა ბავშვობიდან ხო მაინც გვიყვარს. კი ბატონო. ყველანი როკიდან მოვდიო. როკის შვილები. ვარ. როკ ლეგენდა. და ვნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. 1973, 1977, 1979 და 1975. 70-იან წლებში ტრიალებთ და ვნახოთ რომელ ლეგენდაზეა ხა როკ ლეგენდა სხვა რომელი წლები უნდა ყოფილიყო მაინც, მაგრამ რომელ წელს გარდაიცვალა ელვის პრესლი? სამიჩი არა, აი ეს სამია, აქედან გონია. რომელღაც სამიჩი ზუსტად ვიცი. 19-ში ხო არა? აი ამ ორზე უფრო მეც დავდებდი რა, აი ამ ორზე. 40 წამი. აი აქ რაღაცა იმას დავდებ. იმას და 60 და ეს თანაბრად არის გადანაწილებული. 25 წამი. კი ბატონო, თანაბრად არის გადანაწილებული. კი ბატონო, შო. ნუ ეს დაზღვევის ამბავია, როგორც პოკერშია ეს დავაზღვიეთ. დააზღვიეთ, ხო? აი ეს. 10 წამი, თუ არაფერს არ შეცვლი, აღარ დავიწყე. შევწყვიტავთ ეხლა ვენახე. აი 3, 2, 1 და შევწყვიტოთ.
შევწყვიტე ნინი შენი ხათვით. ჩვენი ვარაუდით, ესე იგი, ვარაუდები გვაქვს ასეთი, 1, 18000 ერგო 77 წელს 20000 პირდაპირ 79-ს და 2 დაზღვევაზე 75-ში. რომელ წელს გარდაიცვალა ელვის პრესლი? 73, 77, 79 თუ 75? 73 საერთოდ 73 კარგი თარიღია ძალიან სხვათა შორის. თქვენ დაიბადეთ? რა თქმა უნდა 40 შევასრულე ახლა ამ ზაფხულს ილოცავთ. როგორც იქნა არ დავამრგვანე კაცო ეს 40 ვაგებდი სულ 3-3-ის მერე 33 წლის მერე სულ ვაგებ 3-4 იყო და ძლის გავედი მოგებაზე 4 თნობს ვიგებ ახლა საერთოდ 40 არ ამბობენ ხოლმე, ანუ 41 შესრულთ. არა 40-ის შევსრულდი არ ულოცავენ 40. არ ულოცავე რატო რა 40 წლს მიაღწევ დღევანდელ დროში ძალიან სასიამოვნო ფაქტია სხვათა შორის ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე ეგ უკვე ბატონო. დაზღვევა ჩავარდა და 79-იც ჩავარდა. აი ეს თარიღი მომწონს ძალიან, მაგრამ ეს 77 წელი ხო არ არის შემთხვევით. რა ვიცი 77 მგონია მეც, იმიტომ რომ მე 78-ში დავიბადე და როგორც მახსოვს მე არ ვიცი 73 ნამეტანი მგონია 73 შენ რომელი ხარ 17-იანი ხარ? მე ვარ 78-იანი. 18-იანი. მე რაღაცა არ მახსოვს მე დავიბადე და ელვისი გარდაიცვალა ეგეთი ბალანსი არ გამიჩნია ცხოვრებაში რა ძალიან ბალანსი გამოვიდოდა მოქმედებას ყავს როკეროლის მამა გარდაიცვალა და ახალი როკერი დაიბადა ცოტა შორის მეც როკეროლს უკრავდი ცხოვრება როცა უკრავდი როკეროლს უკრავდი ჩვენ ელვის პრესლის რა არის გასაქანი არის 90-იანი წლები მომიწია მე კი ბატონო ზუსტად 94-ში ჩამოვაყალიბე ჯგუფი და დავიწყე მე 94-ში დავშალე და აი გადმოგეცით ესტაფეტა იმედი მაქვს 73 არ იქნება იმედი მაქვს თუ ძალიან სიმბოლური იქნებოდა ეს ბალანსი ამ ბატონო ხო გითხარია რა კილოცავ 18000 გაქვს კარგი არჩევანი გააკეთე ამ ორიდან ერთ-ერთი იქნებოდა რაღაცა უფრო 70-იანების გვაქვს და წინ მეოთხე შეკითხვის ჯერია, ხუთი შეკითხვა ხა დაგვრჩა, მეტი კი არაფერი გაქვს, 3 გავიარეთ. აბა. და მეოთხე შეკითხვისთვის თუ მზად ხარ, თხოვრო ორი კატეგორია გვაჩვენონ და ნინი მაირჩიოს. კი ბატონო. ნინი ირჩევს კატეგორიას. მონარქია და მეზღაპრეები. მეზღაპრეები არ ვიცი ხო, ანუ მეზღაპრეები. ვინ არიან ძვებიგივები ვიცით? ვინც არიან მეზღაპრეები? ჰანს ქრისტიან ანდერსენი ვიცით? კიდე ვინ ვიცით? ხო არ აირჩევდით რა უკა. მაინც უფრო განაჩენი ხალხურები ვიცი მე ხა. ბევრი მეზღაპრე არ ვიცი ესეთი. მონარქიებს იყოს მეზღაპრეები. მეზღაპრეები ჯობია, იმიტომ რომ მონარქია ესეთი ამბავია. ძალიან სირთულეა ძალიან. ხო, უბრალოდ გეტყვი ხა მონაკოს არა, არა. მონაკო გეხა. ბიძაშვილის ნახევარი ძმა რომელია? კარგად მეზღაპრეები. ხო, ჯობია, ხო? მეზღაპრეები. ნინი მაირჩია? კი, ბატონო. ნინის არჩევანი მეზღაპრეები. ვნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. ვილჰელმი და იაკობი. იოჰანი და ჰაინცი. კურტი და ვილჰელმი. იაკობი და იოჰანი. აბა? რა ერქვა ცნობილ მეზღაპრეს, მებს გრიმებს? გრიმებს? ხო. გრიმებს. წავიდა დრო. განზეალურ. შენ იცი? ეს რამე ეჭვი გაქვს ვინმეზე? მე მგონია ეს არის თუ არც რამე. იქით მგონი. იაკობი და იოჰანი, კულტი და ვილჰელმი. 35 წამი. გრიმები, ესე იგი, იაკობი და იოჰან გრიმები. თუ რომელი ჟღერს უფრო, კულტი და ვილჰელმი. მაგათთან არაფერი არ არის. ეს თუ ეს? ის. კი ბატონო, ეს შენი კითხვა იყო, შენ ამოვარჩი ასე რომ
ვინ გონია უფრო ხო არ გადავანაწილო რომელიმე მეტი ხო არ მიცე? აი ეს შუა იოჰანი და ჰაინცი. 10 წამია. დარჩენილი? არ დაანებე თავს. ეს? დაანებე იტოს სამსამი იყოს რა. 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. ზუსტად გადაგაწილდა თანხა. კი ბატონო. იაკობზე და იოჰანზე არც ერთი და დანარჩენზე ყველგან 6-6000 დევს. 18000 გავყავით ზუსტად 3 ნაწილად. არ არის ცუდი. რო გწოდნო და ზუსტად 6 დავკარგავთ. კი ბატონო. თუ 18-ვეს არის. თუ 18-ვეს არის. ჩვენ 6 კი არა, მეცაც გეტყვი. 12-ს. თავად 18-ვე არ დაიკარგოს და იაკობი და იოჰანი არ იყოს. რაზეც ეჭმებარე. იოჰანი. მე მაინც შენი ბოლო გადაწყვეტილების მჯერა. ნახოთ, აბა სწორი პასუხი. კარგია, კარგია. გადასარევი ამბავია. შესანიშნავი ამბავია შენი ბოლო გადაწყვეტილების მჯერა თქო გითხარი, ყოჩახნია. ბრავო. შევინარჩუნეთ თანხა. 60000. 60000. გავაგზავნოთ, ნახევარი გავიარეთ, 6000 ლარი კი გვაქვს, მაგრამ თავარი აქ ხა მოგება. მოგება. ბოლომდე გავა. არის და შუაზე. არა, მაგაზე არ არის. თანხაზე არ არის. აი ხა უკვე თანხაზე კი აღარ მაინტერესებს, აი მაინტერესებს როგორ გაივლეთ, იმიტომ რომ მეხუთე ეტაპიდან უკვე ერთი მონიტორი თავის ბოქსიანად გამოდის თამაშიდან და მხოლოდ 3 გრჩება, 3 სავარაუდო პასუხი გვექნება, უკვე კარგია. აბა რა. კი, კარგია. უკვე კარგია და თანხაც 2 ბოქსზე შეგიძლიათ გადაანაწილოთ და არა 3-ზე. 3-ზე. ანუ ერთი ისევ цаრიელი უნდა დარჩეს. ანუ ან იგებ ან ნახოთ მეხუთე შეკითხვის 2 კატეგორია. თუ დაირჩევს ახლა იმას. მე ვიქცევ კატეგორიას. ლაშქრობა და მემორიალი. მე ვირჩევ ლაშქრობას, თქვენ? ალბათ იმიტომ რომ მემორიალი რა ვიცი, აბა, ისე მემორიალი რა უჭირს რომ? ეს სოფლიო მემორიალზეა ლაპარაკი. მემორიალია, ვერ გეტყვი მაგას. არ ვიცი, რა შეკითხვა გამოდის, მე ხო არ ვიცი თორე რაღაცა და სავარაუდოდ მაინც გირჩევი. ლაშქრობა ხო არ ჯობია? ქართული რაღაც ლაშქრობებში რაღაცები ცოტა. ლაშქრობები ძალიან სხვადასხვანაირი გაგებით შეიძლება. მემორიალი დავტოვოთ. მოდი დუტამ ვიღაცამ რომელიღაცა ქვეყანა დაალაშქრა. არა, მემორიალი. მემორიალი დავტოვოთ. მემორიალი, კი ბატონო, დავტოვეთ და 3 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. აბრაჰამ ლინკოლნი, თეოდორ რუზველტი, ფრანკლინ რუზველტი. კითხვა რა არის უბრალოდ ეს არის საინტერესო. ნახოთ შეკითხვა, აბა. უცხო არავინ არ არის აქ, რო არ ვიცოდეთ. ამერიკის შეერთებული შტატების რომელი პრეზიდენტის პროფილი, ბოდიში არ არის ამოკვეთილი სამხრეთ დაკოტაში მდებარე რაშმორის მთაზე. იქ რო არის პორტრეტები რო არის, გახსოვს? 4 პრეზიდენტის პორტრეტია და რომელიღაცის აქედან არ არის. 2-ზე უნდა გადავანაწილოთ, ხო? 2-ზე შეგიძლია გადაანაწილო. ლინკოლნის თუ თეოდორ რუზველტი, ფრანკლინ რუზველტი? რომელი? ნინი. მე ვფიქრობ, რომ ლინკოლნის ამბავი იქნება იქ. არ ვიცი, რატომღაც ესე მგონია. მე გენდავით. ან ეს აქედან ამოურჩიოთ ერთ-ერთი. რას ფიქრობ? 25 წამი გაქვს. კი ბატონო. 2 გვაქვს დასტები, ანუ 2-ზე ვდებთ რა. ეს და ეს. რომელს მიცემეტი? ამას? ლინკოლნს. ლინკოლნს. 5, 4, 3, 2, 1. დრო ამოიწურა. აბრაჰამ ლინკოლნს 4000 ვარგუნეთ და 1 ფრანკლინ რუზველტს. თეოდორ რუზველტი დავტოვეთ თანხის გარეშე და შესაბამისად ვთვლით, რომ არის მისი პორტრეტი. სავარაუდოდ ან ფრანკლინია და ან აბრაჰამია. 2-დან ერთ-ერთი არ არის ამ 4 პრეზიდენტ შორის. ისე აბრაჰამს არ დავგვირო. აბრაჰამ ერქვა ლინკოლნს. აბრაჰამს ამბავ. ხო, აბრაჰამ ლინკოლნი. ხა ეს გარეშე ვამბობთ ხოლმე. კი ბატონო.
ფრანკლინ ნუ რუზველტი. სწორი პასუხი გვაქვს სადღაც. რომელიღაცა, მაგრამ რომელი? ფრანკლინი თუ თეოდორი? იქნა დამედო რა, ეხლა იმაში კითხვაში. იქით რატო უნდა დაგედო? ვიცი, ესე ვფიქრობ. ორი რუზველტი შეიძლება ერთად იყოს მანდ? არ უნდა იყოს წესი. მაშინ რომელიღაცა მანდ ჯობდა მე მგონი. არა, გადაგენაწილებული. მე ვამბობ რომ მთლიანად აბრაამ ლინკოლნზე უნდა დამედო რა. რატომღაც ისე მგონია, ნახოთ ნუ. რო არ არის ლინკოლნი. ბატონო? რო არ არის ლინკოლნის პროფილი კი ბატონო, არა, მე შეიძლება. ესე მგონია. რუზველტი საერთოდ მე მგონია რომ ორიდან რომელიღაც არის. აშშ-ს რომელი პრეზიდენტის პროფილი შენ მე მგონი შეკითხვა ვერ გაიგე. არ არის. არ არის 4-დან ერთ-ერთის აქედან 2-ის არის, 1-ის არ არის. აა, გასაგებია. არასწორად გავიგეთ შეკითხვა და არასწორად დავდეთ, არა უშავს. არა მგონია, მე ლინკოლნი მგონია და ნახოთ რა. მე კიდე ფრანკლინი მგონი. ო, ნახოთ სწორი პასუხი. რუზველტი ხო? სწორი? სუტყვა დავდე იქ. ხო, გითხარი რომ ორში ჯობდა გადაგენაწილებინა თქვენ, იმიტომ რომ ორი ცალი რუზველტი არ ეყოლებოდათ ერთად ამოკვეთილი მაგენს გული მიგზნობს. არა მარკეტინგ ცადი. გავაკ ხო? მაგენი ხო ყველაფერს ისეთვლიან. ეგეც ხო ტურისტული წერტილია. ნუ ისიც სასიამოვნოა რომ აქამდე მოვედით ამდენ კითხვებამდე. მეც ეგრე მგონია, მაგრამ ის მგონია მაინც, რა თეოდორი არ მგონია ვერ გავიგე, მაგრამ რაღაცუმაც ის მგონია. ხო გითხარი მართალი ყოფილო არა? ხო ჩავდუთა. რა გამოვიცანი? 2000 ლარი გაქვთ, რატო ვარ ხოლმე რომ გაქვთ გაზარდული, იცი რომ 1000? მე ხო კითხვები არ ვიცი და თქვენთან ერთად მიწევს ხოლმე მეც თამაში და ეხლა გავარტყი ფრანკლინი გამიხარდა. იმიტომ რომ ლოგიკურად რომ ვიმჯელე ორი ცალი რუზველტი ერთად 4 პრეზიდენტშია ვერ მოხვდებოდა. აი ხა რა შვებით ამ თან. ეხლა რა შვები და მარტო ერთ ცალზე დებთ ხოლმე, ერთ ცალზე. ერთზე, რომელიმეზე? 3-დან ერთ ცალზე. გასაგებია. ნახოთ მეექვსე შეკითხვის ორი კატეგორია და ვინ ირჩევს? სუნინი. პოლიტიკა და უცნაური ჰობი. ძალიან მაგარია. აი ეს უცნაური ჰობი მომწონს. ვის ქონდა რაღაცნაირი უცნაური ჰობი? ალბათ ცნობილი ადამიანები იქნებიან, რომელთაც ქონდათ უცნაური. და ალბათ ვინმე პოლიტიკოსი იქნება, რომელსაც რაღაცა უცნაური ჰობი ქონდა. პოლიტიკა. ნინი აიჩია ნინი ირჩევს. უცნაურ ჰობს ჯობია. გეუნები ეგ შეკითხვაა თქო და არ მიჯერეთ რა მნიშვნელობა აქვს. აჰა. 3 სავარაუდო პასუხი. ნახე ახლა ჰობი იმის როგორი ქონდა. ჩინეთი, მოგითხარი. კანადა და ავსტრალია. პოლიტიკა არ არჩიე? ეგ არის პოლიტიკა მე. მეცადეთ გეოპოლიტიკაა ეხლა ეს. შევხედოთ აბა რა ხდება. ვინ ირჩევს თქო თან თქვი? დიდრვიანში. რომელი ქვეყანა შედის დასახელებულთაგან? ჩინეთი, კანადა თუ ავსტრალია? ავსტრალია მგონი. რომელი შედის? აქედან ორი არ შედის, ერთი შედის. ავსტრალია? დრო მიდის 50 წამია უკვე დარჩენილი. ნინი, გაიხსენა პოლიტიკა. ჩინეთი არ შედის ზუსტად. კანადა ან ავსტრალია, რომელი უნდა ავირჩიოთ? დიდრვიანში ხო? ზურა, მოდი ჩავერევი, არა მაქვს უფლება, მაგრამ დასახელებულთაგან რომელი ქვეყანა შედის დიდრვიანში? ერთი შედის. შედის. ხო. მგონია რომ ავსტრალია შედის. ეგრე მგონი. ან კანადა. დიდრვიანი 3 წელი. კანადა თუ ავსტრალია? ავსტრალია არ ამგონია, კანადა. ავიცი უფრო 15 წამი. კანადა მოდის. ავიცი, ავსტრალია? კანადა. 8, 7, 6, ზურა, ხა. 5, 4, 3, 2, 1. კანადა. შენ დაუძახე გამოდიო? რატო გასაკეთებდი? რას ირჩევდი მაინც? ავსტრალია, კანადა, ავსტრალია. რას ითვლიდი? არაფერს. როგორ ითვლიდი? მაინტერესებს რაღაც საკეთებდი? გატყვა მაქვს კი. აინები, ჭიქების აინები და არა. დედა მითხრა ესა მოიჩი. ო. და ესა მოიჩი. ხო, ոնც აქედან დავიწყეთ, ხო და მამოვიდა ის კანადა. მაციდან დაიწყა საცის მიმართულებით. ბატონო. დედა მითხრა ესა მოიჩი. ო. ხო, რატომღაც იქ დავა. არა და კანადა მგონია ბიჭო მეც. მეც. ამ დიდრვიანში ეს დროშა არ მახსოვს. ჩემი ალერგიის ფოთოლი რო ახატია.
და არა მარტო ჩემი ნახევარი თბილისის და რატო არ მოვჭრით მაგ საშინელ ხელს ვერ გავიგე და დავდგათ რამე ფიჩვი. მართალია. ნამდვილად. ფილტვებიც სასარგებლოა, ანტიალერგიულია, ყველა დავდგათ ფიჩვი. ფიჩვაროდი მეტი გვექნება. კომერციული ჭრა, წავალთ გავარჩით. მაშასე დაგიბრუნდით მადიცემლო ტელემაყურებლებო ნინი ქარსელაძესთან და ზურა ხაჩიძესთან ერთად ჩვენ თამაშობთ ფულთან და 2000 დაგვრჩა კინკილაო ერთი ცალია შეკრა აი ეს 2000 ლარი რომელიც გდია კანადაზე აი და შეიძლება გდებულიყო ჩინეთზე და ავსტრალიაზე შეგვეძლო გდებულიყო და დაასახელებულთაგან რომელი ქვეყანა შედის დიდრუიაში და აქედან რომელი არ შედისო დარჩა ესე იგი ავსტრალია არ შედის და ჩინეთი არ შედის? და კანადა შედის. კი. რა ვიცი. ცოტა ავსტრალიაზე, აი ავსტრალია, კანადა დიდრუიაში. შეიძლება ჩვენ აგვერია და საერთოდ სხვა რუიანზეა ლაპარაკი. ცივილიზებულ სამყაროს დიდრუიანზე მაქვს ლაპარაკი. ანუ სადაც შედის ამერიკა. აი მაგალითად 2007 იყო თუ არ ვცდები, სანქტ-პეტერბურგში იყო ეგ დიდრუიანი შეხვედრა, მე თუ არ ვცდები, ხო? მაშინ საერთოდ ეხა სხვა ჩინეთი შედის მაშინ მაგ დიდრუიანში ალბათ. ავსტრალია და კანადა უფრო მგონია რომ ცივილიზებული ევროპული რაღაცა ისეთი პასუხი ნახოთ რა მოკლედ კითხაობას. მაინც კანადა მგონია ბიჭო. რა კანადა? რატო გადაწყვიტე კანადა? აი არ ვიცი, აი გადავწყვიტე, არ ვიცი, საიდან არ ვიცი, მაგრამ გადავწყვიტე. აი ქვეცნობიერად ჩარჩა გაიგე რომელიღაცა რა ქვეყანა სავარაუდოდ სადღაც ამოგიტივტივ და სავარაუდოდ ალბათ ძალიან 2000 გაქვს. კი ბატონო. ისევ, მარტო შენ არა, ნინი, შენ. აღარ მაცალეს რა, მინდოდა გაწევან დროის რაღაცები, ბევრი მელაკბარაკა მეკაქანა, მაგრამ რა დგინდა რა. კარგი, მე-7 ეტაპამდე მივედით ამ 2000-ით, სხვათა შორის. და ვნახოთ აბა რა ხდება მე-7 ეტაპში. დედაქალაქები და მწვერვალები. ჩემი დრო ხო დადგა ისევ თავიდან. ო, ნინი აღარ ირჩევს. დედაქალაქები. დედაქალაქებს ირჩევს ზურა. კი ბატონო. ნინი ეთანხმება. დედაქალაქები და სამი სავარაუდო პასუხი ეკრანზე. მონიტორებზე. მონიტორები გვაქვს ორი ცალი. 3, 4. სამს ვიყენებთ ერთად. ბურუნდი, ზამბია და ნამიბია. ეხლა ვნახოთ რომელ დედაქალაქის სახელი ვინ არის სადარი როგორ არის ნახოთ აბა. გვაინტერესებს აბა რა დედაქალაქია ლაპარაკი. რომელი ქვეყნის დედაქალაქია ვინდჰუკი. ზურა შენ რო გიყვარს ეგ ის ხაეს ქვეყანა. რას ხშირად რო სტუმრობ. მე რო ვიზიტებით დავდივარ ხოლმე. ნამიბია, რაო ვინდჰუკი. მგონი 45 წამი. ახე ვინდჰუკი და ბურუნდი. მგონი აი შენ გადაწყვიტე რა ეგ 2000 საკითხი. მე ეს გონია რა ვიცი თუ ნამი რომელი გონია? 27 წამი? და უცბად გავისვრით ესე. ზამბია არ მგონია რა ვიცი. ზამბია გამორჩა, ნამიბია და ბურუნდი მგონია რა. 15 წამი. ბურუნდი გავაჩეროთ. 9-8 6-5-4 3-2-1 და დრო ამოიწურა. მოიცა ეს აიღე და თავიდან დადე აქა? რატო? რა ვიცი, აბა რა ვიცი. ესე ვინ უკარნახა? გონია. ესე გონია რა. ბურუნდის დედაქალაქი შეიძლება იყოს ვინდჰუკი. რატო დ ურევია თუ? ხო, არა, აი უფრო ბურუნდი და ვინდჰუკი მე მგონია რომ რაღაცა. ხო, ნამიბიის დედაქალაქი არც მე მგონია, არც ზამბიის. უფრო
ბურუნდის უნდა იყოს, ბურუნდი რა არ ჯერ არ ვიცი, მოდი ახლა დავიწყებ და ეს ვინთ ჰუკიც პირველად გავიგე. მოდი არ ვიქნები ახლა მე მატყუარ და ვიტყვი, საზოგადოებას ვიტყვი, რომ ეს ბურუნდიც პირველად გავიგე და ეს ვინთ ჰუკიც. ჩვენც. ნამიბია, ზამბია გამიგია. მეც ზამბია გამიგია ყოველ შემთხვევაში. ნამიბია, კამბოჯა, რაღაცა სიმღერაშიც გამიგია. მამა აფრიკა. იგა. ნამიბია. აბა ნახოთ რა ვიცი. ჩვენ თუ შემდეგ აზერზე არა ვარ მე არ ვიცი. კარგი, ეს დავდგები. უფრო ღირსეულად დავდგები, იმიტომ რომ აზერზე არა ვარ და აზერზე არა ვარ, ბატონო და ბატონო. ნამიბიის დედაქალაქი ყოფილა ვინთჰუკი. აჰა, გავიგე. ბრავო, დიდი მადლობა ზურას, დიდი მადლობა ნინის. იმისთვის რომ ჩვენ გავარკვიეთ რომ ვინთჰუკი ყოფილა ნამიბიის დედაქალაქი. ბრავო. ახონდის. ეხლა არ დამიწყოთ ტელევიზორ ეკრანებთან ვინც ხეთხართ რომ ეგ როგორ არის ცოდით რაღაცები ხა გეოგრაფია თუ კარგად გისწავლეთ შეინახეთ თქვენთვის და მე ეხლა შექსპირზე კითხავთ რაღაცებს ესე იგი ეს ანიცი ან არიცი ეს არის ჯეოკონექტები ერთისთვისაც და მეორესთვისაც რომ სახში არ დახოცოთ ერთმანეთი ინტერნეტისთვის დიდი მადლობა. გასვენების პერიოდები მოდის ხანიფით წახვალ ხანაკეთა მოხარ ინტერნეტი მუდამ თან გექნებათ დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის ნინი ვიხარით ხარ წარმატებით დაგემთავრები ნოსეს უნივერსიტეტი წარმატებები შენ პირად ცხოვრებაში კარიერაში და ასე შემდეგ არ კონცერტს გესურვებ დიდი მადლობა აბაშენიცი დიდი მადლობა. ენაცალეთ კიდევ ერთხელ უნდა კარგად იყავით. აქეთ უნდა გაგაცილოთ ეს აი ხირით კარგად.